დოკუმენტები ეს არის მტკიცებულება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ გომელაურის უწყების წინააღმდეგ. და რატომ? უკვე 4 თვეა შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონკრეტულად დმანისის მთავარი სამმართველო პოლიციის ეძებს 2 დამნაშავეს, რომლებსაც განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებათ. ბრალად და მათ წინააღმდეგ არსებობს ასევე განკარგულება, რომელიც ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გამოსცა, რომ დაუყოვნებლივ დააკავონ დამნაშავეები. ეს ადამიანები გადაადგილდებიან მთელი ამ 4-5 თვის განმავლობაში ქვეყანაში. და თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მათ არ იმჩნევენ, უფრო მეტიც არაკავებენ დამნაშავეებად გამოცხადებულ პირებს. დოკუმენტები, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ, ეს არის საჯარო რეესტრის ამონაწერები კობა მენაბდიშვილის შესახებ. კობა მენაბდიშვილი არის ძებნაზე გადაცემული პირი, რომელსაც დმანისის ყოფილ მერზე გიორგი ტატუაშვილზე თავდასხმა და მისი ავტომობილის დაზიანება ედება ბრალად, ასევე ციხესასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის მუხლით არის ის ბრალდებული. ეს არის პირი, რომელმაც მაგალითად ბოლოს 18 მარტს განახორციელა ერთ-ერთი საჯარო აქტი, ის იმყოფებოდა თბილისში ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში რეესტრში, სადაც გააკეთა უფლებამონაცვლეობის აქტი, მან წყნეთში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც მის სახელზე იყო რეგისტრირებული, გადასცა სხვას. კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც პიროვნებმა მოიპოვა და რომელიც დეკემბრის თვით არის დათარიღებული 2023 წლის იმ დროს, როდესაც კობა მენაბდიშვილი იყო ძებნაზე გადაცემული. ის იმყოფებოდა თბილისში ისანში მდებარე ერთ-ერთ ნოტარიუსთან, სადაც მან მის ძმას, მის მფლობელობაში არსებული შეპესე მაშავერა ჰესი დაუთმო და მიანიჭა დირექტორობის უფლება. ეს დოკუმენტები, როგორც გითხარით, ადასტურებს იმას, რომ ძებნაზე მყოფი პირები თავისუფლად გადაადგილდებიან საქართველოს მასშტაბით დედაქალაქში, თუმცა მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკავებს. თავად რაც შეეხება დაზარალებული სტატუსის მქონე პირს, დმანისის ყოფილ მერს გიორგი ტატუაშვილს ამბობს, რომ მისი უფლებები და მისი სიცოცხლე არ არის დაცული. ის ყოველდღიურად გადაადგილდება იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა მასზე თავდასხმა და ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლოა მისი სიცოცხლე დასრულდეს ფატალურად, ვინაიდან ეს ადამიანებიც ანალოგიურად იმ ტერიტორიაზე გადაადგილდებიან, იქ სადაც მოხდა მასზე თავდასხმა ციხესასროლი იარაღით. ერთ-ერთი ბრალდებული კობა მენაბდიშვილი ჩვეულებრივად სამეწარმეო საქმიანობას ეწევა საქართველოს ტერიტორიაზე, აფორმებს მინდობილობებს, აფორმებს უძრავ ქონებებს ამ მინდობილობების საფუძველზე, კონკრეტულად 2 ასე ვთქვათ დოკუმენტია გაკეთებული ნოტარიუსთან, შესაბამისად ცალსახა არის, რომ 2023 წლის 1 ნოემბრის თავდასხმა იყო შეკვეთილი მმართველი გუნდის მიერ ამ პიროვნებამ, ასე ვთქვათ, მინდობილობა გასცა თავის ძმაზე, შეპესე მაშავერა ჰესის დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მთავრობასთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო მოსახლეობის კუთვნილი მიწების უკანონო რეგისტრაციის საფუძველზე ახორციელებს ჰესის მშენებლობას და განკარგულებაც არის გამოცემული ამასთან დაკავშირებით. გადაცემის პროცესი მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების, საჭირო ჩათვლიან, შეიძლება დამატებით კიდე რაღაცა თავდასხმები განხორციელდეს. აქტიურად არ მიმდინარეობს არანაირი ძებნა ამ ადამიანებზე, იმიტომ რომ პროცესში ჩართულები არიან. თავდასხმის მსხვერპლი გიორგი ტატუაშვილი დმანისის ყოფილი მერი თავდასხმის პირველივე დღიდან საუბრობდა პოლიტიკურ მოტივებზე, მასზე თავდასხმის ვერსიაზე, ამბობდა, რომ ეს იყო დაშინების მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ყველა არჩევნების წინ იყენებს მასთან დაახლოებულ პირებს, კობა მენაბდიშვილს და მასთან ერთად მყოფ კიდევ ერთ პირს, რომელიც არჩევნების პროცესში ხელისუფლებას სავარაუდოდ გვერდში უდგას ხოლმე, სწორედ ამიტომ უფლებადამცველებს აქვთ ეჭვი იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განგემფარველობს ძებნაზე მყოფ პირებს, ამიტომ უფლებადამცველებმა უკვე მიმართეს სახალხო დამცველის ინსტიტუტს, რომ შეისწავლოს ეს საქმე პირველ რიგში არაეფექტური გამოძიების ნაწილში. საქმე ეხება დმანისის რაიონულ პოლიციას, მთავარ სამმართველოს. უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ პოლიციის უფროს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძებნაზე მყოფი პირები მის რაიონშიც გადაადგილდებიან თავისუფლად, თუმცა მათ მფარველობს, ხელსაფარებს და არ აკავებს. ამიტომ სახალხო დამცველმა ახლა უნდა გაიაროს ტესტი, შეისწავლოს თუ არა ამ საქმეს და მინიმუმ გააკეთებს თუ არა საჯარო განცხადებას იმის შესახებ, რომ დაზარალებულის უფლებები და მისი სიცოცხლე არ არის დაცული ქვეყანაში.
დავთ იმისა, რომ არსებობს მისი დაკავების ოქმი, ის დადის სხვადასხვა საჯარო და სახელმწიფო უწყებებში და ახორციელებს სხვადასხვა იურიდიულ მოქმედებას. თავისუფლდება დირექტორების ადგილიდან და ნიშნავს სხვა, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი წინა საარჩევნო პერიოდისათვის და ის მიმართულია, ასე ვთქვათ, სწორედ საარჩევნო გარემოს, ძალადობრივი საარჩევნო გარემოს შექმნის კუთხით. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ მიმართული გვაქვს სახალხო დამცველისთვის და ეს საქმე იქნება სახალხო დამცველისთვის ერთგვარი ტესტი, რამდენად შეძლებს ის ობიექტური, დამოუკიდებელი და ადეკვატური დასკვნის მომზადებას და შეფასებას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში თუნდაც ბრალდებულთა ძებნის ნაწილში გამოძიება არის არაეფექტური, სამართალდამცავები არ ახორციელებენ მათთვის, ასე ვთქვათ, ქმედით ღონისძიებებს, რომ შედეგები დადგეს. განზრახ-მკვლელობის მცდელობის საქმის მთავარი დაზარალებულის უფლებადამცველები დღეს მიმართავენ შოთაძის უწყებას მთავარ პროკურატურას სთხოვენ დამნაშავე პირების ძებნაზე მყოფი ორი პირის დაუყოვნებლივ დაკავებას და იმ სამართალდამცველების წინააღმდეგ საქმის წარმოების დაწყებას, რომლებიც განგებ აფარებენ ხელს მთავარ დამნაშავეებს, რომლებიც ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდებიან.